შემთხვევაში კარგადო. ამდენი ბარათი და ამდენი დისციპლინობა რაგბი ევროპაზე საკმაოდ ხანია აღარ მინახავს ჩვენი ნაკრების მხრიდან, რაც ეს არ გაჩერდა ჩემი ტელეფონი და ლოპეს ძალიან კარგი შანსი აქვს რომ 6 ქულამდე გაზარდოს. მაგრამ აი 15 მეტრიანიდანაც არ უნდა დაერთხა ეს ჯარი, მას სიმართლე მოგითხრა, ტელეფონი დასრულებული იყო ზემი ჩვენი ბიჭები. აქ ერთი ბურთია ჩაქვის მოედანში, იმედიას არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი აქ. ბიძგი კარგი დავჭით ფეხზე და მივდივარ წინ მივდივარ და ჩვენიანია მიწაზე, რა თქმა უნდა ეს ჩახურვა არ იქნება, სად არის ბურთი? რა საინტერესოა მე ვხედავ რომ ნინიაშვილი. აბა რასეულს დათუნა? გაშალა ფეხი რადიციულად არ უნდა შემოსულიყო შველიძე შიგნით. აქ სივრცე დარჩებოდა. ცოტა ვერ გაუგეს ერთმანეთს, თუმცა ხო, აქ არ უნდა გავრიცხოთ, უნდა შევინახოთ ბურთი. დაღლიტეს ხელიდან დაბუცაძეს, ნახოთ ესპანელებს თუ გამოუვათ აქ კონჩეტევა ფთაზე დავისუფალი სივრცე და მივიღეთ. არ გერგო ჯარი, მაგრამ ვეთახები იტალიელ მთავარსაც. დაარტყა ზუსტია. კახოიძე დავიმატეთ დერეფანში, ჩაჩანიძეზე ორი ხელით შევკარით მოლი. აი ახლა უნდა მივცეთ ბიძგი კარკაძე მოიხელთა ეს ბურთი. შევედით ყველა შევიდა დერეფანში, მაგრამ თითქოს ჩვენ თვითონ წავედით. ჯარიმის უპირატესობა აი აქ წამივიღეთ. და დუბლი. ხა ბოლომდე თითქოს ეცადა დაჭერა. აქ მოუგეთ. გორგაძე გაშალა უმალო რა თქმა უნდა მოაშორა ხელწერტილს. ნინიაშვილი კახოიძე ჩაერთო შველიძე. აქ ერთი გადაცემა უნდა ტაბუცაძეს სივრცეა. სრულმოძრაობა. აი ეს რასაც მიგვაჩვია აკა ტაბუცაძე თუ დაუტოვეს. ხედველობაში ცხადია. მიუმჯობესებს სტატისტიკას. 51 შეხვედრა აქვს. აი აქ მშვენიერია დაჩი ბაბუნაშვილი, ვიცი. საბოლოო ჯამში 50 სურათი იყო და ალბათ ერჩინავს საჭ რომ წითამაში არ დაიმთავრებინა ტაიმი, მაგრამ ეს კაცი ძალიან კარგად გამოიყურება კარში. აი მივაწექით მივიღეთ უპირატესობა გვაქვს კახოიძე. დავარტყმევინეთ თორნიკეს, დავეხმარეთ კიდეც გორგაძე, არ უნდა ვიჩქაროთ, მოთმინება უნდა გვეყოს და აუცილებლად გავიტანთ ამ ლელოს. ბატონო, ხაზზე უნდა ჩავიდნენ ესპანელები, აქ თამაშგარის უპირატესობაც გვეკუთვნის წესით და არა ვერ მივახციეთ ლელომდე ძალიან ცოტა რჩება. აბულაძე აქ უკვე გავიდა ძელებს წინ. აკაცი არ უნდა ამოვასუთქოთ, ასეც ვიქცევით. მოლი. აბა წავა კარკაძემ ჰეტრიკზე და მესამე ლელოზე. ჩაგვიქციეს. აბა! რა გაიშალა ბოლომდე და მატჩის 49 წუთზე უკვე ხო, ხელგორჩას ფეხს არ უტყავდა ხელით მოვდივარ დავით ნინიაშვილი. იგრძნო სივრცე, ფეხით გადაიკიდა და აბუცაძე მიყვება, მისაუხდება და უხდა კატაბუცაძეს. ბრავო! აი ზუსტად ხო, არ მივცეთ გასაკანი ხიმენოს. Get outside! ხო და არასწორად არის. როგორ წინვალეთ კითხულობს. ცეკვავს, დასეირნობს დაცვის ხაზში და კვლავ მოევლინა ასისტენტად ვასილ ობჟანიძე. ძალიან ცოტა დრო მანძილი რჩებათ ესპანელებს. ვა? ვერც ამჯერად. უჯარიმოდ უნდა გავისტუმროთ ესპანელები. როგორ ვიცავთ ჩათვლის მოედანს დააკვირდით. და გაიტანა მაინც ესპანეთმა ესეო. მიუხედავად საღინაძის დაღანიაშვილი და შეაჩერეს კონტაქტში. აბასტე მარჯვნივ ჯავაღონია მონახა. კვლავ გელამ თავად შეუტია საღინაძე, გაითავისუფლა ხელი, გრძელი პასი. სად გადაატარა ეს გადაცემა, მოკლედ ერთი მეორეზე ლამა. შესწავლის შემოსული შერკინება კარგად დაგვიდგა, რა კარგად გაითამაშეს ესპანელებმა. შვენიერი შეტევა შემოგთავაზეს.
სწრაფად თუ შეასრულებენ. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გონსალო ლოპეს ბონ ტემპომ.